საქართველოს 60 ქულო მართლმადიდებელი ეკლესია ერთ-ერთი უძველესი ეკლესიაა. ქართლის ცხოვრების გადმოცემით საქართველო წილად ღვთისმშობელს ხვდა, მაგრამ უფლისნებით მარიამმა თავის ნაცვლად საქართველოში წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული მიავლინა. წმინდა ანდრია მოციქულის ქადაგების შემდეგ აწყურში პირველი საეპისკოპოსო დაარსდა. ფაქტობრივად ეს იყო ქართული ეკლესიის შექმნის დასაწყისი. ვინაიდან საქართველოში ქრისტიანობა უშუალოდ ქრისტეს მოციქულებმა იქადაგეს, საქართველოს ეკლესია სწორედ ამიტომ იწოდება სამოციქულო ეკლესიად. საქართველოში საქადაგება ჩამოდია ანდრია პირველწოდებული, სიმონ კანანელი და მატათა მოციქული, თუმცა წყაროები ამბობენ იმასაც, რომ სხვა მოციქულებმაც იქადაგეს აქ, მაგრამ მაინც უფრო ხშირად ასახელებენ ამ სამოციქულს. მათ შორის გამოირჩევა წმინდა ანდრია პირველწოდებული, რატომ? იმიტომ რომ ის სამჯერ იყო საქართველოში. ამიტომ არის ქართლის ცხოვრება მას უწოდებს დიდ ანდრიას. და აი პირველი სარწმუნოებრივი თესლი მაშინ ჩავარდა ქართველთა სულიერ ნიადაგში. საქართველოს გაქრისტიანება კაბადოკიელ ქალწულს, წმინდა ნინოს სახელს უკავშირდება. წმინდა ნინოს გავლენით ქრისტიანობა აღიარა დედოფალმა ნანამ, მეფე მირიანმა და სამეფო კარმა. და 326 წელს ქრისტიანობა საქართველოში სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადდა. სრულიად ახალგაზრდა, ყმაწვილი ქალი, რომელიც მიდის მისთვის შორეულ ქვეყანაში და ეს ქვეყანა არის აბსოლუტურად განსხვავებული რელიგიის მიმდევარი და იგი აი აქ იწყებს ქადაგებას. მეხუთე საუკუნეში ვახტანგ გორგასლის მიერ განხორციელებული საეკლესიო რეფორმების შედეგად ანტიოქიის პატრიარქმა საქართველოს ეკლესიას დამოუკიდებლობა, ანუ ავტოკეფალია მიანიჭა. ავტოკეფალია ნიშნავს ეს ბერძნული სიტყვა ავტო თვით, კეფალი არის თავი, ანუ თვით მმართველობა, თვით მეთაურობა. ამჟამად არსებობს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ორი ერთმანეთისგან ძალზე განსხვავებული თვალსაზრისი. პირველი არის გიორგი მთაწმიდელისა, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს ეკლესია ავტოკეფალური არის მოციქულთა დროიდან და მეორე, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს ეკლესია არის ავტოკეფალური მეხუთე საუკუნიდან ვახტანგ გორგასლის დროიდან, როცა დაწესდა ჩვენში კათოლიკოსობა, ანუ ინსტიტუტი კათოლიკოსობისა. რა მნიშვნელობა აქვს ავტოკეფალურ ეკლესიას, საქართველოს არის ავტოკეფალური. ჯერ ერთი ბევრ რამეში, რომ აი ხო გითხარით, რომ ჯერ ერთი ენა რომ აი მაშინ ქანცელის ცხოვრებაში რომ წერია, რომ ქართლად ფრიადი ქვეყანა აღირაცხების სადაც ჟამი ქართულად შეიწირვის და კირილისონი მხოლოდ ერთადერთი კირილისონი ბერძნულად ითქმის. ეს რას ნიშნავს? რომ ეს ეკლესია არის უკვე ეროვნულიო ვერ ვიტყვით ამას, მაგრამ არის ეროვნული ხასიათის, ანუ ჟამის წირვის თვალსაზრისით, თორე ახლა მოძღვრება რა თქმა უნდა ეროვნული არ შეიძლება, ეს უნივერსალურია. ქრისტიანული სარწმუნოების აღიარებით განისაზღვრა ქართული სახელმწიფოს დასავლური ორიენტაცია. მეხუთე საუკუნიდან მოყოლებული საქართველო დასავლური სამყაროს ბანაკში იყო და ქრისტიანული სარწმუნოებისთვის თავგამოდებით იბრძოდა. საქართველოს ეკლესია და ქართული რელიგია ერთ სულიერ მთლიანობად. ერთ მონოლითად, ერთ ძალად. როცა ებრძოდნენ საქართველოს, პირველ რიგში ებრძოდნენ საქართველოს ეკლესიას. როცა ებრძოდნენ საქართველოს ეკლესიას, მტერმა იცოდა, რომ ის ამარცხებდა, უნდა დაემარცხებდა საქართველოს. ანუ ეს იყო მთლიანობა, ამიტომ სარწმუნოების დაცვა საქართველოში ნიშნავდა სახელმწიფოს დაცვას. მე-18 საუკუნის მიწურულს საქართველო უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოებად დაშლილი ქვეყანა ოსმალეთის, სპარსეთისა და ჩრდილო-კავკასიური ტომების მუდმივი შემოსევებისგან ინგრეოდა. სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად საქართველოს ძლიერი საგარეო პარტნიორი სჭირდებოდა. ქართველი მეფეების რწმენით ასეთი მოკავშირე ოსმალეთთან დაპირისპირებული მართლმადიდებლური რუსეთი იყო. ქართველი ერი
მიიჩნევდა, რომ რუსები იყო დიდი მართლმადიდებელი ერი და ქართულ ერს ესაჭიროებოდა მე-18 საუკუნეში გაერთიანება და გამთლიანება. რუსეთი პირდებოდა საქართველოს, ქართულ მეფეებს, რომ მე თქვენ დაგეხმარებით, რომ საქართველო კვლავ გაერთიანდეს. მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში რუსეთის საზღვარი სამხრეთით კავკასიას მოებჯინა და იგი უშუალოდ საქართველოს გაუმეზობლდა. და პოლიტიკური ურთიერთობები, დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის განსაკუთრებით გაძლიერდა. ირან-ოსმალეთისგან შეწუხებული საქართველო იძულებულია პოლიტიკური ორიენტაცია აიღოს რუსეთზე. მართალია ერეკლე მანამდე მოშინჯა ევროპასთან ურთიერთობა, მაგრამ არ გამოუვიდა. რუსეთის იმპერიას კავკასიაში დამკვიდრება სურდა და ამ მიზნის მისაღწევად საქართველო იდეალურ ვარიანტს წარმოადგენდა. 1782 წლის ბოლოს ქართლ-კახეთის მეფემ ერეკლე მეორემ რუსეთის ხელისუფალს ეკატერინე მეორეს მფარველობის ქვეშ აყვანის მოთხოვნით მიმართა. ერთი წლის შემდეგ გეორგიევსკის ციხესიმაგრეში ქართლ-კახეთის სამეფოსა და რუსეთს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომელიც გეორგიევსკის ტრაქტატით არის ცნობილი. ამ შეთანხმებით ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის უზენაეს ხელისუფლებას და მფარველობას ცნობდა. მართალია, ტრაქტატი ზღუდავდა, მაგრამ არ აუქმებდა ქართლ-კახეთის სახელმწიფოებრიობას და მის სამეფო ტახტს. გეორგიევსკის ტრაქტატით შეიზღუდა საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობაც. შეთანხმების მერვე მუხლის მიხედვით ქართული ეკლესიის მეთაური კათალიკოსი ანტონ პირველი რუსეთის საეკლესიო იერარქიაში ტობოლსკის ეპისკოპოსის შემდეგ მერვე ადგილს იკავებდა. საქართველოს ეკლესიის წყემსთავარი გათანაბრებული იყო ჩვეულებრივ ეპისკოპოსთან. ეს ძალიან დამცირება იყო. გარდა ამისა, ამ მუხლის მიხედვით საქართველოს კათალიკოს პატრიარქი უნდა ყოფილიყო რუსეთის უწმინდესი სინოდის წევრიც. ეს საეკლესიო სამართლის კანონებში არ ჯდება, იმიტომ რომ სხვა ავტოკეფალური ეკლესიის მწყემსთავარი არ შეიძლება დაქვემდებარებოდა რომელიმე სახელმწიფოს საეკლესიო სინოდს. რუსეთმა იმპერიული ამბიციები გეორგიევსკის შეთანხმების დადებიდან ძალიან მალევე გამოავლინა. 1801 წელს რუსეთის იმპერატორმა პავლე პირველმა მანიფესტი გამოაქვეყნა, რომელიც ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებას და მის რუსეთთან შეერთებას გულისხმობდა. 1801 წლის 12 სექტემბერს ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ მანიფესტს ხელი მოაწერა რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა. ეკლესიაზე არაფერი არ ყოფილა ნათქვამი. იქ უბრალოდ ეწერა, რომ მოსახლეობამ უნდა დაიფიცოს რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე, ქვეშემბრდომი დაფიცებით ხდებოდა მოქალაქე რუსეთის დღევანდელი ტერმინოლოგიით რო ხვდათ. და ამ პროცესში გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულონ როგორც სულიერმა მამებმა მღვდლებმა. ესე მღვდლებს მიუჩინეს ფუნქცია, რომ ხალხი უნდა დააფიცოთ. რუსულმა იმპერიამ ტრაქტატით გათვალისწინებული შეთანხმება უხეშად დაარღვია და ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის რიგით გუბერნიად გამოაცხადა. სახელმწიფოებრიობის გაუქმების შემდეგ სულ მალე ეკლესიის ჯერიც დადგა. სტრუქტურული მოწყობის თვალსაზრისით რუსული ეკლესია ძლიერ განსხვავდებოდა ქართულისაგან. ჯერ კიდევ პეტრე პირველის დროს რუსეთში პატრიარქის ინსტიტუტი საერთოდ გაუქმდა. 1700 წელს გარდაიცვალა რუსეთის პატრიარქი ადრიანი. პეტრე პირველი რაღაც რეფორმებს აპირებს რუსეთში და ხვდება, რომ ეკლესია ამის წინააღმდეგი წავა. მან ორგზის დანიშნა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მოვალეობის შემსრულებელი და ორივე დაუპირისპირდა პეტრე პირველს. და მიხვდა პეტრე პირველი, რომ ეხლა რომ კათალიკოსი აერჩია, პატრიარქი აერჩია, კათალიკოსი რუსებმა არ იცოდნენ, სამღვდელოება ჩადგებოდა ოპოზიციაში. რუსეთის ეკლესიის მართვა დაავალა, ჩვეულებრივ სამინისტროს ესა ვთქვათ, დეპარტამენტზე დიდი იყო ესა, იგივე უფლებით, რაც იყო მაგალითად სამთო დეპარტამენტი, რომელიც განაგებდა სამთო საქმეს. სინოდს, რუსეთის ეკლესიის წმინდა სინოდი. სინოდის თავმჯდომარედ დაინიშნა საერო პირი და ხშირად საერო პირი იყო სამხედრო სინოდის თავმჯდომარე, ხან ობერპროკურორი ერქვა, ხან თავმჯდომარე ერქვა.
არაფრის უფლება მას არ ჰქონდა. მას მხოლოდ სინოდის გადაწყვეტილება უნდა მიეტანა იმპერატორთან. ის აქტს ვერ გამოსცემდა სინოდის ობერპროკურორი ან თავმჯდომარე. თვითონ სინოდიც იყო ფაქტიურად ეკლესიის გამგებელი არ იყო, რადგან რეალურად ეკლესიის უმაღლესი იერარქი იყო იმპერატორი. 1794 წელს ეკატერინე მეორემ პეტრე პირველის მიერ გატარებული რეფორმა უფრო განავრცო და მან ჩამოართვა ეკლესიას საეკლესიო ქონება, მიწები, უძრავ მოძრავი ქონება, რის გამოც სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადდა ეს ქონება და ეკლესიის მსახურებს სახელმწიფოსაგან ეძლეოდათ ხელფასი, ჯამაგირზე იყვნენ დამოკიდებული და ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოსაგან ფაქტიურად ვინც ხელფასი იღებდა, მის დაკვეთას ასრულებდა ეკლესია. ამიტომ იყო რომ მთელი ამ პერიოდიდან მოყოლებული რუსეთის ეკლესია სახელმწიფოს დაკვეთას ასრულებდა. რუსული სისტემისათვის ქართული ეკლესიის მართვა-გამგეობის ტრადიციული წესები მიუღებელი იყო. და ამიტომ საქართველოში შემოსვლისთანავე არსებული წყობის შეცვლა დაიწყო. რეალურად გაუქმებისათვის ბრძოლა დაიწყო პავლე ციციანოვმა, საქართველოს მთავარსარდალმა, რომელიც 1802 წელს დაინიშნა და მანაც ყურადღება მიაქცია რას? ქონების აღწერას. ჯერ რამდენი ეპარქია არის, რამდენი მღვდელმთავარია, რამდენი მონასტერია, რა მიწასფლობს, რა შემოსავალი აქვს ეკლესიას. ანტონ მეორე მიხვდა, რომ ცუდი ამბები მზადდებოდა. ამიტომ 8 თვე გაუჭიანურა ეს საქმე და ციციანოვი ისე გამწარდა, მე იმპერატორს მისწერა, რა ვქნა, 8 თვეა ისინი ფორმები დაურიგე და არ მაწვდიანო. და მე ანტონ მეორე იძულებული გახდა მიეწოდებინა. პავლე ციციანოვა პირდაპირ უთხრა, რომ თქვენი ეკლესია არის საშინელ მდგომარეობაში. იძახით, რომ ეკლესიას არ აქვს შემოსავალი ერთ-ერთ ტაძარს. 14 მღვდელი რა გინდათ ამ ტაძარში? თუ შემოსავალი არ აქვს. ანტონ მეორე მოითხოვა, რომ გალობის მასწავლებლებისთვის ხელფასი დამინიშნეო. ციციანოვი განაგებს თელ თანხას უკვე. რატომ უნდა გავიღო თანხა? თქვენ ეკლესიებში რო შევედი, თხების კიკინი ისმო და გალობის ნაცვლადო. და საერთოდ იტალიურ ნოტზე გადადითო, ანუ რუსული გალობა შემოიყეთო. შეიქმნა პროექტი, რომელიც საქართველოში ავტოკეფალური ეკლესიის ფაქტობრივ გაუქმებასა და მის ნაცვლად რუსეთზე დამოკიდებული სპეციალური მმართველობითი ორგანოს დიკასტერიის ჩამოყალიბებას გულისხმობდა. პროექტით უნდა შექმნილიყო სასულიერო დიკასტერია, რომლის პრეზიდენტი უნდა ყოფილიყო კათოლიკოს პატრიარქი ანტონ მეორე, ვიცე-პრეზიდენტი არქიეპისკოპოსი ვარლამ ერისთავი, რომელიც უკვე რუსეთის სინოდში მოღვაწეობდა და იყო დაუძინებელი მტერი ერეკლე მეორის შთამომავლობისა და ესე იგი ერეკლე მეორის ვაჟის ანტონ მეორისაც. მაგრამ მე რუსები შეჩერდნენ, რომ ჯერ კათოლიკოსი გავიწვიოთო, დიკასტერია მე შევქვნათო, თუ არა, თუ ეგ პრეზიდენტად დავნიშნეთო, მე გაჭირდება ჩვენი პოლიტიკის გატარება. ანტონის დამსახურება, რომ 1800 პირველი წლიდან 1811 წლამდე საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია შეინარჩუნა. ამიტომ რუსეთის პოლიტიკური წრეები ყოველგვარს ხმარობდნენ, რომ ისე მოეხერხებინათ, რომ ანტონი გაესტუმრებინათ საქართველოსთან. რა ამ მხრივ ისინი რამდენიმე მიზანს ისახავდნენ. ჯერეთი 1803 წელს ბაგრატიონები გაასახლეს და სურდათ ჩამოეშორებინათ ანტონი როგორც ბაგრატიონი გაესტუმრებინათ და რუსეთში გაესახლებინათ. მეორე მხრივ მისი რუსეთში გაწვევით ადვილად გადაწყდებოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების საკითხი. 1810 წლის მიწურულს საქართველოსდან პეტერბურგში გაიწვიეს კათოლიკოს პატრიარქი ანტონ მეორე. იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა პატრიარქ ანტონს ყოველწლიური ჯამაგირი დაუნიშნა, მაგრამ საქართველოში დაბრუნების ნება მას უკვე აღარ დართეს. პატრიარქის გაწვევისთანავე რუსეთმა სრულად აამოქმედა დიკასტერიის პროექტი. პეტერბურგში ალექსანდრ ტორმასოვის მოხსენების საფუძველზე შეიმუშავეს პროექტი მცხეთის საპატრიარქო ტახტის გაუქმებისა და მისი ახალი მოწყობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებდა კათოლიკოს პატრიარქის თანამდებობის გაუქმებას, ეპარქიების რიცხვების შემცირებას, არქიმანდრიტების რიცხვის შემცირებას,
21 ივნის 1811 წელს ალექსანდრე გოლიცინმა იმპერატორს წარუდგინეს პროექტი და 30 ივნის ალექსანდრე პირველმა მასე დაადო რეზოლუცია. იყოს ასე. და ასე გაუქმდა მცხეთის უძველესი საპატრიარქო ტახტი, ერთ-ერთი უძველესი სამოციქულო ეკლესია სოფლიოში, ქრისტიანულ სამყაროში. ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ საქართველოს ეკლესიაში უმაღლესი იერარქი მცხეთისა და ქართლის მიტროპოლიტი გახდა, რომელსაც სხვაგვარად საქართველოს ეგზარქოსი ეწოდებოდა. ამ თანამდებობაზე რუსული ეკლესიის სინოდის წევრი ვარლამ ერისთავი დაინიშნა. საქართველოს ეკლესია ფაქტობრივად რუსული ბიუროკრატიული სისტემის დანამატად გადაიქცა. კანონიერად რომ წასულიყო, საქმე როგორ უნდა ყოფილიყო. ანტონ მეორეს უნდა მოეწვია საეკლესიო კრება, რომელსაც უნდა მიეღო დადგენილება ავტოკეფალიის დათმობის შესახებ. ეს კრება არ ყოფილა. მეორე, რუსეთის პატრიარქს უნდა მოეწვია საეკლესიო კრება და ეკითხა მათთვის, მივიღოთ თუ არა ეს ჩვენ ფრთებ ქვეშ. რუსეთის პატრიარქი არ ყავდა, სინოდს კიდევ კრების მოწვევის უფლება არ ჰქონდა. მესამე, ამ ორი კრების შემდეგ ეკლესიის ავტოკეფალიის დათმობაზე თანხმობა უნდა მიეცათ კონსტანტინოპოლის პატრიარქს, იერუსალიმის პატრიარქს, ანტიოქიისა და ალექსანდრიის პატრიარქებს. ასეთი უფლება რუსეთს არც უთხოვია და თავისთავად ცხადია არც მიუღია. ასე რომ ყველაფერი საეკლესიო სამართალში ეწინააღმდეგებოდა ამას. და თანაც ხელი მოაწერა გაუქმების შესახებ დოკუმენტს იმპერატორმა. არასასულიერო პირმა. დაკარგა ავტოკეფალია და არავითარი რეაქცია მას სოფლიოში არ ქონია ამას, იმიტომ რომ კონსტანტინოპოლის ეკლესია, რომელიც არის თავი ეკლესიისა, ტრადიციულად კონსტანტინოპოლში იმპერატორი იჯდა და ამიტომ ძალიან დიდი ავტორიტეტი ჰქონდა. აი ამ პერიოდში მას არავითარი ავტორიტეტი აღარ ჰქონდა, იმიტომ რომ სად არის კონსტანტინოპოლი, დღეს სტამბულია და იქ მუსულმანები ცხოვრობენ ძირითადად და მრევლი არ აყავს. ამიტომ ძალა არ აქვს, არც დღეს არ აქვს, არა ნომინალურია მისი. ვისაც უნდა ხმა მოიღო, ეს იყო კონსტანტინოპოლის პატრიარქი, ან კიდევ ანტიოქიის, საიდანაც ჩვენ მივიღეთ ღვთათავრობა. ქართლ-კახეთში დამკვიდრების შემდეგ რუსეთმა საქართველოში გავლენის სწრაფი გაფართოება დაიწყო. რუსეთის იმპერიამ კარგად ისარგებლა სამთავროებად დაშლილი დასავლეთ საქართველოს უმწეო მდგომარეობით და მთელი რეგიონის ათვისებას შეუდგა. 1804 წლის 25 აპრილს სოფელ ელაზნაურში გაფორმდა შეთანხმება, რომლის ძალითაც იმერეთის მეფემ რუსეთის მფარველობა მიიღო. ეს შეთანხმება გეორგიევსკის ტრაქტატის ანალოგიური იყო. თუმცა როგორც ქართლ-კახეთის შემთხვევაში, რუსეთმა ხელშეკრულება იმერეთთანაც დაარღვია. 1810 წელს რუსმა გენერალმა ალექსანდრე ტორმასოვმა ქუთაისში იმერეთის სამეფოს გაუქმება გამოაცხადა. დროთა განმავლობაში მსგავსი ბედი ეწია სამეგრელოს, გურიის, აფხაზეთისა და სვანეთის სამთავროებსაც. პოლიტიკური დამოუკიდებლობის დაკარგვას სულ მალე ეკლესიის დამოუკიდებლობის შეზღუდვაც მოჰყვა. 1814 წლის 30 აგვისტოს გაუქმდა დიკასტერია და მის ნაცვლად შეიქმნა საქართველო იმერეთის სინოდალური კანტორა. ავტოკეფალიის დაკარგვა იყო ფაქტიურად უდიდესი ტრაგედია ჩვენ იერისთვის, რომლის შედეგებმა თანდათანობით იჩინეს თავი. თუ ადრე ჩვენ საფრთხე გვექმნებოდა მუსლიმური ქვეყნებიდან, ისინი პირდაპირ უპირისპირდებოდნენ და ებრძოდნენ, ასე ვთქვათ, საქართველოში ქრისტიანობას და ეს იყო მართლაც უდიდესი საფრთხე. ეხლა უკვე სარწმუნოებას საფრთხე შეექმნა შიგნიდან. და ხანდახან ეს არანაკლები საფრთხეა ხოლმე, რომ თუ შიგნით, ესე იგი, ეკლესიაში არსებული სიტუაცია არ არის ჯანსაღი, ამას შეიძლება სარწმუნოება და წმენა არანაკლებ დააზიანოს, ვიდრე გარედან აშკარა პირდაპირ ბრძოლა. სინოდალურ კანტორას ქართული ეკლესიის სრული დამორჩილება და სასულიერო პირთა რიცხვის შემცირება დაევალა. თუმცა ეგზარქოსმა ვარლამმა ამ დავალების შესრულება ვერ მოახერხა. რუსულ გეგმას დასავლეთ საქართველოს სამღვდელოებაში უდიდესი წინააღმდეგობა მოჰყვა.
ამის გამო იგი პეტერბურგში გაიწვიეს და მოსკოვში დანიელის მონასტერი ჩააბარეს. ვარლამერის თავის შემდეგ 100 წლის განმავლობაში საქართველოში 18 ეგზარქოსი გამოიცვალა და ყველა მათგანი უკვე ეროვნებით რუსი იყო, რომელთა ძირითად მიზანს საქართველოს ეკლესიის რუსეთთან სრული ასიმილაცია წარმოადგენდა. პირველ რიგში მათ დაიწყეს ეპარქიების შემცირება. შეამცირეს ეპარქიების გარდა მონასტერების რიცხვი. მონასტერში ქართველები წინამძღვრებად ჩამოაშორეს და მათ მაგივრად რუსეთის გუბერნიებიდან ჩამოსული რუსი მღვდელმთავრები დანიშნეს. და ქართველ მღვდელმთავრებზე საიდუმლო ზედამხედველობა იყო დაწესებული იმის გამო, რომ მათ ხელისუფლების წინააღმდეგ რაიმე ანტირუსული ქმედება არ განეხორციელებინათ. გარდა ამისა, შემოღებული იქნა ზიარებაზე და აღსარებაზე ფულის გადახდა. ღვთისმსახურებაში დამკვიდრდა რუსული ენა. დევნიდნენ ქართული ეკლესიის წმინდა ადათებს, ანადგურებდნენ საეკლესიო სიძველეებს. მთლიანად შეათეთრეს სვეტიცხოვლის, ალავერდის, სამთავისის უნიკალური ქართული ფრესკები. ბევრ ეკლესიას რუსულ ყაიდაზე შეუცვალეს გუმბათები. ხალხის აბუჩად აგდება, დაცინვა, არარად ჩაგდება ქართველი სამღვდელოებისა და მრევლისა. სიონში ვის უნდა ეხადაგა? არა შაბათთა კვირას, არა საუფლო დღეებში, ეს განსაკუთრებული დღეებია. ჩვეულებრივ სადაგ დღეებშიაც ამას ეგზარქოსი ადგენდა. სიას მიუტანდნენ, ქართველ მკვლებს გადაშლიდა, ან ისეთ ქართველებს ჩასწერდა, რომელიც რუსების ერთგული იყვნენ, ან საერთოდ რუსებს დაავალებდა. რუსული ეკლესიის ჩინოვნიკთა უმეტესობა საქართველოს ველურ მხარედ აღიქვამდა და აქ გატარებულ პერიოდს გამდიდრების საშუალებად იყენებდა. რუსეთის ხაზინამ ქართული ეკლესიის 150 მილიონი მანეთის ღირებულების ქონება მიითვისა. ქართულ ეკლესიას ჩამოართვეს დაახლოებით 460,000-მდე ჰექტარი მიწა. ავტოკეფალიის გაუქმებამდე საქართველოში 26 ეპარქია იყო. მათგან რუსებმა მხოლოდ 5 დატოვეს. 5 ეკლესიიდან 3 დახურეს და მრევლს უთხრეს დანარჩენი იმ ორ ეკლესიაში ივლით. ეს ორი ეკლესია იყო 5-10 კილომეტრზე. ამიტომ ხალხმა ვეღარ იარა ეკლესიაში და ეს მორწმუნისათვის იყო დიდი ტრაგედია. სოფელ კარდენახში, კახეთში დადგენილია 17 ეკლესია იყო. რატომ? ყველა უბანში ეკლესია იყო. ცისკარს მღვდელი ეხლა ხომ საღამოს ლოცვას მიაყოლებს. ცისკარი მაშინ ცისკარზე იკითხებოდა ცისკრის ლოცვები. უთენია ყანაში წასვლამდე და ვენახში წასვლამდე გლეხი ეკლესიაში უნდა მისულიყო და 10 კილომეტრზე ხო არ წავიდოდა ეკლესიაში არა? ეგზარქოსების მეშვეობით რუსეთი ქართულ ეკლესიას ეროვნულ სახეს უკარგავდა. ამის შედეგად დაიწყო ეკლესიისა და ქართული საზოგადოების გაუცხოების პროცესი. ხალხი აღარ დადიოდა ეკლესიებში. ნაკლებად ამბობდნენ აღსარებას. არ ეზიარებოდნენ. ეხლა ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ 1921 წლიდან დაიწყო საქართველოს ეკლესიის დარბევა, ხო? დარბევა ადრე დაიწყო. დარბევა 1811 წლიდან დაიწყო. და ერთ ფაქტს გეტყვით. ქაშვეთის ტაძარი გამოცხადდა სამხედრო ტაძრად. ქართული ზღვისახურება აიგრძალა. ტორმასოვმა აკრძალა საქართველოს თავარსარდალმა. და როცა კითხეს ეს რატო ხქენიო? პეტრე პირველის დროს შემუშავებული სამხედრო რეგლამენტით სადაც ჯარი დგას, იქ უნდა იყოს სამხედრო ტაძარიო. გასაგებია, მაგრამ რაღა ქაშვეთი ამოარჩიეო. ჩემი სახლია ქაშვეთთან ახლოს და მიადვილდება მოსვლა. პირველი რუსი ეგზარქოსი თეოფილაქტე რუსანოვი იყო, რომელიც საქართველოში 1817 წელს ჩამოვიდა. რუსანოვმა მოქმედება დასავლეთ საქართველოდან დაიწყო. მოკლე დროში დაიკეტა ასეულობით ეკლესია. ეკლესიებიდან გამოყარეს უმრევლოდ დარჩენილი მღვდლები, ხოლო უპატრონოდ დარჩენილი ტაძრები დაუნდობლად გაიძარცვა. ეკლესიის მიმართ ასეთმა დამოკიდებულებამ იმერეთში აღშფოთება გამოიწვია, რომელიც სულ მალე აჯანყებაში გადაიზარდა. ჯარი შევიდა ეგზარქოსი, რუსული ჯარი შევიდა, ჯარის უფრო წერდნენ, ხალხის წერილი მოღწეულია და გამოქვეყნებულია, რომ აი ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი მამები,
სამღვდელოები, რომლებიც ჩვენ გვიცავდნენ მუსულმანების დროს და მუსულმანებიც იყვნენ ამ ციხეებში და არ დევნიდნენ ჩვენ სამღვდელოებას და არ დევნიდნენ და თქვენ ისინი დაეთხოვეთ სამსახურიდან, ახლა გვიკადავთ ეკლესიებს და ესე იგი გსურთ ესე იგი აღწეროთ, ვითომ აღწეროთ და გამოიტანოთ იქიდან სიწმინდეები და ჩვენ ამის ნებას არ მოგცემთ. ანუ არ მისცეს ნება რომ ეკლესიები დაეკეტათ, არ შეუშვეს ეკლესიებში, იმიტომ რომ ძარცვავდნენ ეკლესიებს. აჯანყებამ ისეთი მასშტაბი შეიძინა, რომ შეშინებული ეგზარქოსი იმერეთიდან თბილისში გამოიქცა. სახალხო მღელვარება 2 წელი არ ცხრებოდა და მისი ჩაქრობა რუსული არმიის მეშვეობით მხოლოდ 1820 წლისათვის მოხერხდა. როგორც მეგობარი შემოიყვანა ქართული მერმა რუსები კავკასიაში, გაუხსნა კავკასიის კარი, და ამით გადაიკიდა ყველა მეზობელი, გაუხსნეს რუსებს კარი და რუსეთმა როცა დაიწყო ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ, აი მაშინ მიხვდა ქართველი ერი, რომ თურმე რუსები არიან საქართველოს მტრეები. ქუთათელი მიტროპოლიტი დოსითეოსი და გაენათელი მიტროპოლიტი ექვთიმე, რომლებმაც რუსული ძალადობის წინააღმდეგ გაილაშქრეს 1820 წლის 4 მარტს დიდმარხვაში დააპატიმრეს. ისინი ჯერ ცემეს, შემდეგ ხელები შეუკრეს, თავზე ტომრები ჩამოაცვეს და ბადრაგის თანხლებით რუსეთის გზას გაუყენეს. ქუთათელი მიტროპოლიტი დოსითეოსი გზაში გარდაიცვალა. როგორც ვარაუდობენ, ხიშტებით დაჭრილი მიტროპოლიტი ტომარაში უჰაერობისგან გაიგუდა. მართალია, გაენათელი მიტროპოლიტი ექვთიმე ცოცხალი გადარჩა, მაგრამ იგი სამუდამოდ გადაასახლეს რუსეთში. ექვთიმე გენათელი ჩაიყვანეს იმპერატორის წინაშე და იმ დროს იყო ასეთი წესი, აქედან როცა მიყავდათ ესე იგი ბაგრატიონები და დიდგვაროვნები რუსეთში ასახლებდნენ, ჯერ მიყავდათ იმპერატორთან და ამას ესე იგი აძებდნენ პენსიებს და მამულებს და ამ დროს ესე იგი მოვალე ეტიკეტად ითვლებოდა, ანუ ვალდებულებოდ რომ უნდა ეკოთ იმპერატორი, რა დიდებული იმპერატორი ხარ, რა დიდებული იმპერია, რა დიდებული სასახლეები გაქვს და ასე. და ეს ჩავიდა ესე იგი ექვთიმე გენათელი და უთხრა იმპერატორს, შენ ახარ მეორე ნერონი და ნერონზე კიდევ უფრო უარესი, შენ ქრისტიანების სისხლით მორწყე თელი საქართველო. თეოფილაქტე რუსანოვი საქართველოში 1821 წელს გარდაიცვალა. ამბობენ, რომ იგი წმინდა ნინოს საფლავს თხრიდა, რა დროსაც დამბლა დაეცა და იქვე საფლავთან მოკვდა. თეოფილაქტეს მმართველობის პერიოდში დაიწყო საქართველოში არსებული სასულიერო განათლების სისტემის შეცვლა. საეკლესიო სამრევლო სკოლების მთავარი მიზანი არა სარწმუნოების, არამედ რუსული ენის შესწავლა გახდა. ვინაიდან ქართველ მოსწავლეთა უმეტესობამ რუსული საერთოდ არ იცოდა, ისინი შესაბამის ცოდნას ვერ იღებდნენ, რაც მომავალ სამღვდელო პირთა ტოტალურ გაუნათლებლობას იწვევდა. ქართული საზოგადოების გარუსებაში წამყვანი ადგილი თბილისის სასულიერო სემინარიას ეკავა. სასულიერო სემინარია ზრდიდა კადრებს, რომელიც სახელმწიფოს ინტერესების გამტარებელი იყო. ისინი ხელფასღებულობდნენ და ბუნებრივია, ქართველი სასულიერო პირებიც იგივე პოლიტიკის გამტარებლები იყვნენ, რაც რუსეთში რუსის სასულიერო პირები იყვნენ. აი ეს იყო ძირითადი და ამან რელიგიური დაქვეითება გამოიწვია. გამოიწვია ის, რომ უკვე რწმენა შეერყა ხალხს და თვითონ ეკლესიაშიც ნაკლებად ესე იგი დაიარებოდა. სასულიერო სემინარიაში განსაკუთრებით აუტანელი მდგომარეობა ეგზარქოს პავლე ლებედევის პერიოდში შეიქმნა. სემინარიის რექტორის პავლე ჩუდეცკის მიერ დამკვიდრებული დამამცირებელი მეთოდების გამო მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა. 1886 წელს სემინარიის მოსწავლეს იოსებ ლაღიაშვილს ქართულად დაწერილი დღიური აღმოუჩინეს. მისი ბინის ჩხრეკისას კი აკრძალული ლიტერატურა იპოვეს და სემინარიიდან გარიცხეს. გამოუვალ მდგომარეობაში დარჩენილი ლაღიაშვილი პავლე ჩუდეცკის სემინარიაში მიუვარდა და იგი ხანჯლით მოკლა. სასამართლომ ლაღიაშვილს 20 წლიანი კატორღა მიუსაჯა და კუნძულ სახალინზე გადაასახლა. ეგზარქოსმა პავლე ლებედევმა სიონის საკათედრო ტაძარში დასვენებული ჩუდეცკის ცხედარის წინ სიონის ამბიონიდან დაწყევლა ქართველი ერი. დაიწყევლოს სამუდამოდ შენი მკვლელიცა და ის ოჯახიც, რომელმაც შობა იგი. დაიწყევლოს ის წრე და ის ერი, რომელმაც დაბადა და ის ქვეყანა, რომელმაც გამოზარდა შენი მკვლელი. ეგზარქოსობის დროს საეკლესიო ქონების ძარცვამ და ქურდობამ წარმოუდგენელი მასშტაბი მიიღო.
ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით ევსევი ილინსკი გამოირჩეოდა, რომელსაც საქართველოს ეგზარქოსის თანამდებობა 1858-1867 წლებში ეკავა. აკაკი წერეთელი შემდგომ გვიან აღნიშნავს, რომ ეკლესიის გაქურდვა სწორედ მე-19 საუკუნის 20-იან წლებში იმ აღვირახსნელი ქმედების დროს მოხდაო, როდესაც ხალხმა რწმენა დაკარგაო და იმდენად გაუცხოდა, ეხლა თვითონ ეგზარქოსები გარდა იმისა, რომ ქართულ ქონებას იტაცებდნენ, ეს მაგალითი იყო ჭყალებში, რა თქმა უნდა, იმისა, რომ თვით მოსახლეობაც აი ამ პროცესში ჩაება და ამიტომ ეს აკაკი წერს, რომ ეშმაკები დაეპატრონენ ეკლესიას, სწორედ ტერმინი აი ამ პერიოდიდან ჩნდება. გაიძარცვა ხახულის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც დავით აღმაშენებლის დროიდან გელათში იყო დასვენებული. ძარცველებმა მას ყველა ძვირფასი თვალი მოხსნეს. მათ შორის 4 დიდი და 7 მცირე ლალი, რომლებიც ოდესღაც თამარ მეფის გვირგვინს ამშვენებდა. გელათის მონასტრიდანვე მოიპარეს მე-11 საუკუნის სახარება. სახარებას ოქროს ყდა შემოაძრეს და იგი იაფფასიანი ვერცხლის ყდით შეცვალეს. ეგზარქოსის მითითებით იმერეთის კათოლიკოსის მანტია ოქრომკერდით ნაქსოვი ცეცხლში ჩააგდეს და მანტიიდან 8 გირვანქა ოქრო გამოადნეს. კათოლიკოსის მანტიას მიტრაც გააყოლეს, რომელსაც ვახტანგ გორგასლის ნაქონი ბრილიანტის ჯვარი ამშვენებდა. რუსეთის მიერ ქართული ეკლესიის თვითმყოფადობის წინააღმდეგ წამოწყებულმა პოლიტიკამ საზოგადოებაში საპროტესტო მუხტის ჩამოყალიბება გამოიწვია. დროთა განმავლობაში ამ პროტესტმა ორგანიზებული სახე მიიღო და მე-19 საუკუნის მიწურულს იგი ავტოკეფალიის აღდგენისთვის ბრძოლაში გადაიზარდა. $1905-7 წლის რევოლუციამ მთელი იმპერიის მასშტაბით დასაბამი მისცა ავტოკეფალიის მოძრაობას და საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისათვის ბრძოლა ეროვნულ გამართლების მოძრაობის შემადგენელი ნაწილად იქცა. და უკვე აქ მარტო სასულიერო პირები კი არ ემბებიან ამ მოძრაობაში, არამედ ეს საყოველთაო ხასიათს ღებულობს და ქართველი საზოგადო მოღვაწეები თვით ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი აქტიურად არიან ჩაბმული ამ მოძრაობაში და მათ წამოაყენეს საკითხი დასვეს მეფის ხელისუფლების წინაშე, რომ ავტოკეფალია უნდა მისცემოდა საქართველოს ეკლესიას. 1905 წლის მაისში სასტიკად დაარბიეს ეპარქიის სამღვდელოების ყრილობა თბილისში. ეგზარქოს ალექსის მოთხოვნით მეფის ნაცვალმა ვორონცოვ დაშკოვმა თბილისის სასულიერო სემინარიაში შეკრებილ სამღვდელოებას კაზაკები მიუსია და ისინი შენობიდან მათრახების ცემით გამოდევნეს. ქართულ საზოგადოებაში ამ ფაქტის გამო აღშფოთება იმდენად დიდი იყო, რომ იმპერია იძულებული გახდა საქართველოდან ეგზარქოსი ალექსი გაეწვია. მეფის ნაცვალმა კომისია შექმნა და კომისიამ ვერ დამალა, რომ მღვდლებს მათრახით ნაცემი კაზაკებისაგან ეტყობოდათ სახეზეო. ეს რო ვერ დამალეს ძალიან დიდ რაიმეს ნიშნავს. ფაქტობრივად მაშინ შეიძლებოდა ბევრი ადამიანი კიდეც დახოცილიყო, მაგრამ სამღვდელოებამ დროზე აუღვალღო, რასაც გეგმავდა ხელისუფლება. რუსეთმა ძალის გამოყენებით ქართველი საზოგადოების გაჩუმება ვერ მოახერხა. 1905 წლის მიწურულს თბილისში სრულიად საქართველოს სამღვდელოების დელეგატთა კრება შედგა, რომელმაც ავტოკეფალიის პროექტი შეიმუშავა. სასულიერო პირების მოთხოვნას ილია ჭავჭავაძის მეთაურობით საქართველოს საზოგადო მოღვაწეთა ჯგუფიც შეუერთდა. მეფის ნაცვალს ავტოკეფალიის საკითხის განხილვა უკვე ოფიციალურ დონეზე მოსთხოვეს და მთავრობა იძულებული გახდა ამ მოთხოვნისთვის ანგარიში გაეწია. რუსეთის ხელისუფლება რევოლუციის შიშით იძულებული იყო დათმობებზე წასულიყო და იმპერატორის განკარგულებით საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი და რუსეთში პატრიარქობის აღდგენის საკითხი დაეძრა,
უნდა გადაეწყდა მომავალ საეკლესიო კრებას, მაგრამ მანამდე სანამ ეს საკითხი გადაწყდებოდა რუსეთში, უწმინდეს სინოდთან შეიქმნა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის განსახილველად წინარე სათათბიროს მეორე განყოფილება. ავტოკეფალიასთან დაკავშირებით პეტერბურგში რუსეთის საეკლესიო სინოდის რამდენიმე სხდომა გაიმართა. ამ სხდომებს ეპისკოპოსი კირიონ საძაგლიშვილი და ეპისკოპოსი ლეონიდე ოქროპირიძე ესწრებოდნენ. სხვათა შორის იმ სექციის სხდომას ასე ვთქვათ, ვინ თავმჯდომარეობდა, იცი, სემინარის ის რექტორი, ვინაც ჯარი გამოიძახა 1906 წელს, ის განგებდანიშნეს. და ასეთი რამე თქვა. ეხლაო, აქო ხო დადგინდაო, კაცო, ეს ეკლესიის ავტოკეფალიები უქმდებოდაო და მარტაქცეულა ქვეყანაო და ახლა თქვენი ავტოკეფალიის გაუქმებითო. რა ქვეყანა დაიქცევა? კირიონმა რეპლიკა მისცა. თქვენ მეუფეო ვერ გაიგეთ მოხსენების ასლებს. ჩვენ იმაზე ვდაობთ, რომ ღირსებით დაბალმა საყდარმა გააუქმა ღირსებით მაღალი საყდარიო. ესე იგი, რუსეთის ეკლესია იყო გაცილებით ნაკლები ღირსებისა, იმ წუთას ხდომა დახურა სექციის თავმჯდომარემ. სინოდმა ქართველი სამღვდელოების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. რუსი მოხელეების მოსაზრებით ავტოკეფალიის აღიარება საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების ტოლფასი იქნებოდა. ამას კი რუსეთის იმპერია არ დაუშვებდა. ამჟამად თქვენ ითხოვთ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას. მაგრამ საქართველოს სად არის? საქართველოს არ არსებობს, ამბობდნენ ისინი. არის თბილისის გუბერნია, არის ქუთაისის გუბერნია, მაგრამ საქართველოს როგორც ერთიანი ტერიტორიული ერთეული არ არსებობს. და როგორ მივცეთ ჩვენ ავტოკეფალია იმ ეკლესიას, რომლის ტერიტორიას არ არსებობს, რომელსაც არ აქვს ტერიტორია. ამიტომაც ქართველმა სამღვდელოებამ მიზნა დაესახა, რომ საქართველოს გაერთიანებული იყო თუნდაც რუსეთის იმპერიის წიაღში და შემდგომ ამ გაერთიანებული საქართველოსზე დაფუძნებული იყო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენისთვის ხელსაყრელი ვითარება 1917 წლის დასაწყისში შეიქმნა. პირველ მსოფლიო ომში ჩაბმული რუსეთის იმპერია მძიმე პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებაში აღმოჩნდა. 27 თებერვალს პეტერბურგის მუშების მიერ მოწყობილი საყოველთაო გაფიცვა შეიარაღებულ აჯანყებაში გადაიზარდა. რევოლუციის შედეგად იმპერატორი ნიკოლოზ მეორე გადადგა. ნათელი გახდა, რომ იმპერიაში დაწყებული ქაოსის გამო რუსეთი საქართველოსთვის ვერ მოიცლიდა. ამით კარგად ისარგებლეს საქართველოს ეროვნულ პოზიციაზე მდგომმა ძალებმა და ავტოკეფალიის აღდგენისთვის პრაქტიკული მოქმედება დაიწყეს. 1917 წლის 5 მარტს პოლიტიკოსების ცნობით, მათ შორის ნოე ჟორდანიაც შეიკრიბნენ და სამღვდელოების წარმომადგენლებს უთხრეს: დაიწყეთ ეს ბრძოლა, ჩვენ ვერ გამოვჩნდებით, მაგრამ მხარს დაგიჭერთ. საქართველოს ეროვნულმა ინტერპარტიულმა საბჭომ, შემდეგ ამიერკავკასიის კომისარიატმა ძალიან კარგი პოზიცია დაიკავა და ყველანაირად უწყობდნენ სამღვდელოებას ხელს. თორმეტ მარტს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში 10,000-ობით მორწმუნე შეიკრიბა. ეპისკოპოსმა ლეონიდემ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალური მართვა-გამგეობის აღდგენა გამოაცხადა. და ეს ისტორიული დღე მთელ ქართველ ხალხს მიულოცა. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადება წინამორბედად მოევლინა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას. საქმე ის იყო, რომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადების შემდეგ სასულიერო პირები იყვნენ პირველები, რომლებმაც მოითხოვეს დაუყოვნებლივ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა. ეს მაშინ როცა ამ დროს სხვადასხვა სოციალისტური პარტიები, მათ შორის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიაც რუსეთში მიმდინარე მოვლენებს თვალყურს ადევნებდა და სურდათ მოქცეულიყვნენ ისე, როგორც რუსეთში განვითარდებოდა მოვლენები. თვით ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის გაზეთში საქართველოში წინა გვერდზე დიდი ასოებით იყო დაბეჭდილი გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს თავისუფალ რუსეთში. ესე იგი, ისინი მომხრენ იყვნენ რუსეთის გარდაქმნილ რუსეთში საქართველოს ავტონომიის სახით ყოფილიყო. მაგრამ ასე არ ფიქრობდა ქართველი სასულიერო პირები.
ლეონიდე ოქროპერიძემ ჯერ კიდევ 1917 წლის 19 მარტს სიონში წარმოთქმულ ქადაგებაში დააყენა საკითხი, რომ ესე იგი აუცილებელი არის საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენასთან ერთად ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა. პირდაპირ ქადაგებაში ამბობდა იგი, თავისუფალი ეკლესია მონობაში მყოფი ერით არაბუნებრივია. გაუმარჯოს თავისუფალ ეკლესიას თავისუფალ ქვეყანაშიო. 106 წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ ავტოკეფალია აღიდგინა. კათალიკოსის არჩევამდე საქართველოს ეკლესიის გამგებლად გურიაოდიშის ეპისკოპოსი ლეონიდე დაინიშნა. შეიქმნა დროებითი საეკლესიო მმართველობა, რომელსაც საეკლესიო ყრილობა უნდა მოემზადებინა. დროებით მმართველობაში სასულიერო პირებთან ერთად შევიდნენ საერო პირებიც. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რაც უსვამდა ხაზს, რომ ავტოკეფალიის აღდგენა არ იყო მარტო სასულიერო პირების სურვილი, არამედ იგი მთელი ქართული საზოგადოების სურვილს წარმოადგენდა. 13 მარტს ეპისკოპოსმა ლეონიდემ ოფიციალურად განუცხადა ეგზარქოს პლატონს, რომ იგი მცხეთის კრების დადგენილებით გადაყენებულია თანამდებობიდან. 23 აგვისტოს ქართველმა სამღვდელოებამ ეგზარქოსის სახლი დაიკავა. ამ დროს ეგზარქოსი რუსეთში იყო წასული, მოსკოვში იმართებოდა პირველი საეკლესიო კრება, რომელსაც უნდა აღედგინა პატრიარქობის ინსტიტუტი. და პლატონმა იქ გააჟღერა კრებაზე და ქართველი სასულიერო პირები ძალადობაში ამხილა თითქოს, რაც ასე არ მოხდარა. ეს შენობა 1857 წელს ქართველი სასულიერო პირების ფულით იყო ნაყიდი და ფაქტიურად საქართველოს ეკლესიის კუთვნილებას წარმოადგენდა. 17 სექტემბერს სიონის ტაძარში კათალიკოს პატრიარქის არჩევნები მოეწყო. არჩევნებში ორი კანდიდატი, ეპისკოპოსი კირიონი და ეპისკოპოსი ლეონიდე მონაწილეობდნენ. ფარული კენჭისყრის შედეგად გამარჯვება კირიონმა მოიპოვა. არჩევნებიდან 1 თვის შემდეგ 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლის ტაძარში საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის კირიონ მეორის აღსაყდრების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. $1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს გასაბჭოების შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. ერთი მხრივ მას საბჭოთა ხელისუფლების მიერ წარმოებული ანტირელიგიური პოლიტიკა ავიწროებდა, ხოლო მეორეს მხრივ მას რუსეთის ეკლესია ებრძოდა, რომელიც საქართველოს ეკლესიას საკუთარ ნაწილად მიიჩნევდა. 1953 წელს რუსეთის საეკლესიო ცხოვრებაში მასშტაბური ცვლილებები განხორციელდა. მეორე მსოფლიო ომში ჩაბმულმა საბჭოთა კავშირმა ეკლესიის მიმართ არსებული დამოკიდებულების შეცვლა დაიწყო. ომში გამარჯვებისთვის საბჭოთა მთავრობას საზოგადოების სრული მხარდაჭერა სჭირდებოდა. ამ მხრივ კი ეკლესია ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენდა. სტალინმა ეკლესიის მიმართ წლების განმავლობაში წარმოებული რეპრესიული პოლიტიკის შერბილების და რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის ერთგვარი ლეგალიზაციის გადაწყვეტილება მიიღო. ომის დროს ეკლესიის მიმართ სახელმწიფომ გარკვეული ლოიალობა გამოიჩინა. ეს მრავალი ფაქტორით იყო განპირობებული, ჯერეთი რომ ეკლესიამ გარკვეული, მათ შორის საქართველოს ეკლესიამ გარკვეული შემოწირულობები გაიღო, თვით მაშინდელი სახელმწიფოს მეთაური სტალინის ბრძანება არის და მადლობის წერილები ქვეყნდება იმდროინდელ კათალიკოს პატრიარქ კალისტრატეს მიმართ. რუსეთში აღდგა დახურული სემინარიები და აკადემია, მუზეუმებიდან დაუბრუნდა ეკლესიებს სიწმინდეები. 1953 წლის სექტემბერში სტალინმა რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის უმაღლესი პირები მიიღო. ამ შეხვედრის შედეგად აღდგა რუსეთის საპატრიარქო. 8 სექტემბერს გაიმართა რუსი ეპისკოპოსების სხდომა, რომელმაც რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქად
მოსკოვისა და კოლომენსკის მიტროპოლიტი სერგი აირჩია. სტალინის უშუალო მითითებით რუსეთის საპატრიარქოს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობა დაევალა. 1953 წლის 28 ოქტომბერს თბილისში რუსეთის პატრიარქ სერგის ოფიციალური წარმომადგენელი, სტავროპოლისა და პიატიგორსკის მთავარეპისკოპოსი ანტონი ჩამოვიდა. საქართველოს კათალიკოს პატრიარქ კალისტრატესთან სიონის ტაძარში ჩატარებული ერთობლივი წირვის შემდეგ ეკლესიაში შეკრებილ მრევლს ეუწყა, რომ რუსეთის ეკლესიამ ოფიციალურად და კანონიკურად ცნო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და ამის შესახებ მსოფლიოს მართლმადიდებელ მღვდელმთავრებს აცნობა. თუმცა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის პროცესის ბოლომდე მიყვანას დაახლოებით 9 საუკუნე დასჭირდა. მე თვითონ მახსოვს კარგად საპატრიარქოში რომ მოდიოდა უამრავი წერილი კონსტანტინოპოლიდან და სადაც მაგალითად ამ წერილებში ეწერა ასეთ უნეტარეს კათალიკოს ილია მეორეს, ანუ არ ეწერა უწმინდესი პატრიარქი, ანუ არ აღიარებდა კონსტანტინოპოლი, რომ საქართველოს ეკლესიის მეთაური არის პატრიარქი, ანუ საპატრიარქო ღირსებას საქართველოს ეკლესიასაც კონსტანტინოპოლი არ აღიარებდა. არ აღიარებდა ასევე მის, ესე იგი, უფლებას, რომ ის არის ავტოკეფალური. და ამ წერილებში ეწერა იხილავდა პატრიარქი და მეც ვესწრებოდი ამ განხილვებს, ეწერა, რომ მოგვეცეთ თქვენი საისტორიო საბუთები. ჩვენ გვაქვს ძალზე მცირე წყაროები და საბუთები თქვენი ეკლესიის ისტორიის შესახებ, ამიტომაც ჩვენ თავს ვიკავებთ და გვიჭირს რომ აღიაროთ თქვენი ეკლესიის ავტოკეფალია და ამიტომაც გთხოვთ რომ გამოგიგზავნოთ თქვენი გამოკვლევები, თქვენი საბუთები. პატრიარქი მაშინ ბევრი მეცნიერს თხოვდა რომ რაღაც დაეწერათ ნაშრომები, წყაროები და მათ შორის მეც დამავალ, რადგან იცოდა რომ მიყვარდა ისტორია და ამიტომაც ვამბობ, მეც ვიკვლევდი ამას პატრიარქის დავალებით და შემდგომში მართლაც ეს ყველაფერი ჩემი ნაკვლევი ერთი წიგნის სახით გამოიცა, რომელსაც ქვია საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია. 1990 წლის 4 მარტს კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქმა დიმიტრიოს პირველმა საგანგებო სიგელით დაადასტურა საქართველოს ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალია. დიმიტრიოსმა საქართველოს კათალიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობისა და საქართველოს უწმინდესი ეკლესიის მეთაურის საპატრიარქოს ტიტულის ცნობისა და ბოძების სიგელების საზეიმო ვითარებაში გადასცა. ამით მსოფლიო ქრისტიანულმა სამყარომ ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობა საბოლოოდ აღიარა. უწმინდესი ჩაბრძანდა და ჩამოიტანა ეს ასე ვთქვათ ცნობის აღიარების სიგელი და არ ვიცი ალბათ იმის გამო რომ მეც მონაწილეობდი ამ საკითხში წმინდა სინოდზე მე ასე ვთქვათ წამაგეთხა სინოდის გასაგონად მე ასე ვთქვათ მომცა ესე კურთხევა რომ შენ უნდა წავაგეთხო წმინდა სინოდს ეს აღიარების სიგელი და ვთქვათ მე მიმაჩნია ჩემი თავისთვის ასე ვთქვათ ერთ მოვლენად რომ მე წავაგეთხე წმინდა სინოდის წინაშე ქართულ ენაზე აი ეს სიგელი ეს ხო დიდი და უდიდესი საქმე ვთქვათ დაგვერგვინება დიდი ავტოკეფალური მოძრაობის ეს ავტოკეფალური მოძრაობა დაიწყო მე-19 საუკუნეში როგორც ვთქვით, გაგრძელდა მე-20 საუკუნის დასაწყისში და დააბოლოა ჩვენო უწმინდესმა პატრიარქმა 1990 წელს.
შვილი